სხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელთა შეფასებებს, თავარ პოლიტიკურ საკითხებზე პოლიტიკური პარტიები აქტიურობენ საარჩევნო ოლქებში, სადაც უკვე წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები ლიდერებთან ერთად ამომრჩევლებს ხვდებიან, ვის სადა აქვს ძლიერი პოზიციები და როგორ აპირებენ პოლიტიკოსები მოსახლეობის ხმების მოპოვებას. რა კონფიგურაციით ყალიბდება ქართულ პოლიტიკურ ველზე არჩევნებამდე დაახლოებით თვენახევრით ადრე. მომდევნო 1 საათის განმავლობაში ჩვენ მოусმენთ ქართული ოცნების, ნაციონალური მოძრაობის, პატრიოტ ალიანსი გაერთიანებული ოპოზიციისა და ბლოკი პაატა ბურჭულაძე მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის წარმომადგენლებს. თავდაპირველად ჩვენი პირველი სტუმარია ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. მოგესალმებით, ბატონ ნიკა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ბატონ ნიკა, პირველი შეკითხვა მინდა დაგისვათ იმ რეიტინგებთან დაკავშირებით, რომელიც დაახლოებით თვენახევარია არჩევნებამდე და რუსთავი ორმან დღეს გამოაქვეყნა, სადაც კვლავ ძალიან მცირეა სხვაობა ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. რა შეგიძლიათ ამ კვლევის შედეგებზე გითხრათ, თქვენ როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი, რომელიც ნდობას უცხადებთ ამ კვლევის შედეგებს, რა გაჩვენათ ამ შედეგებმა? დიახ, არ ვიქნები ორიგინალური, მაგრამ გამომივა ბანალურად, რასაც ეხლა ვიტყვი. ეხლა რეალური კვლევა არის ყოველდღიური, ასე ვთქვათ, ცხოვრება ამ ქვეყანაში, ყოველდღიური თანაარსებობა ჩვენს მოქალაქეებთან, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში თუ თელავში თუ რომელიმე სხვა ქალაქში. არავის მე მგონი, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და მეტნაკლებად მაინც ადევნებს თვალყურს და აინტერესებს პოლიტიკური განწყობები ამ ქვეყანაში, ნამდვილად არ გაუკვირდება იმ კვლევის შედეგები, რომელსაც ადგილი ჰქონდა დღეს. მეტიც შეიძლება გაუკვირდეს უბრალოდ რატომ არის კვლავ თუნდაც აი მინიმალური სხვაობით პირველ ადგილზე ქართული ოცნება, ხო? მაგრამ ისიც იციან, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაში დაახლოებით თუ არ ვცდები 19% გადაუწყვეტელია, ანუ არ ამბობს, ვის დაუჭერს ხაზს და პლუს ამას კაფიოთ იძახის 7% დაახლოებით რომ უარს პასუხზე ამბობენ და დაახლოებით 19% ამბობს თავი არ მაქვს გადაწყვეტილი თურმე პოლიტიკურ პარტიას დაუჭერ ხარ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი ამ 19%-დან გადაწყვეტილი, ბევრ მათგანს გადაწყვეტილი აქვს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოიტანა იმან, რაც აკეთა მილიარდერმა ივანიშვილმა უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში. ამ ადამიანს ჰქონდა უნიკალური შანსი, რომ ყოფილიყო ყველასი მართველი, მაგრამ ნაცვლად ამისა, რამდენიმე თვეში დაკრა ფეხი და გაიქცა სახლში და სახლიდან მართავს ეხა ხელისუფლებას, მაგრამ ნეტა მართავდეს, ვერც კი მართავს და ყველაფერი კარგი, პოზიტიური, რაც იყო წინა წლებში, იმ 9 წლის განმავლობაში აბსოლუტურად გაჩერდა და ხედავთ, რომ უკან ბრუნდება რეგრესისკენ და მარტიერი რაც ჰქონდა და იყო ნამდვილად წინა წლებში, ის განვითარდა. ერთადერთი უწყება, რომელიც დღეს მუშაობს ქვეყანაში, ეს არის სუსი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც დაგეშილია პოლიტიკურ პარტიებზე, განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობაზე. ამიტომ ეხლა ასეთ ვითარებაში და შეგახსენებთ, ვინ ხელმძღვანელობს ამ უწყებას, ბატონი ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი წევრი, უბრალოდ დაცვის უფროსი, რომელიც 7 წლით ეხლა კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანა, 7 წლით განუსაზღვრა, რომ ეს ადამიანი წააგებს ივანიშვილი, მოიგებს ივანიშვილი, იქ იქნება. ამიტომ ეხლა მე მგონი არაფერს ორიგინალურს და განსხვავებულს არ ვიძახი. ერთადერთი უწყება, რომელიც საქართველოში მუშაობს, ეს არის სუსი. ბატონ ნიკა, აი შანსებზე ვისაუბრებ და რეიტინგებზე, შეგიძლიათ მითხრათ ამაზე თქვენი პასუხი, რომ არის მოსაზრება, რომ ნაციონალურ მოძრაობას ყავს თავისი მყარი ელექტორატი, მაგრამ მას არა აქვს რესურსი, რომ გაზარდოს ეს თავისი ელექტორატი. ის ძირითადად მუშაობს იმაზე, რომ შეინარჩუნოს თავისი მხარდამჭერები. დიახ. ჯერეთის დავიწყოთ იქიდან პოლიტიკა არსებ პოლიტიკაში მთავარია ამ შენი რესურსის, ანუ შენარჩუნება და შენი ამორჩევლების შენარჩუნება, რაც ნაციონალიზმმა ვერ მოახერხა და შედარებისთვის გეტყვით 2012 წელს, მაშინ როდესაც სახელმწიფო დაწესებულებებშიც კი ადმინისტრაციულ ორგანოებში დახურული უბნებიც კი წააგო ნაციონალურ მოძრაობა 2012 წლის 1 ოქტომბერს, მაშინ 900,000 ადამიანმა არჩევანი გააკეთა ნაციონალურ მოძრაობაზე. მიუხედავად იყო დიდი პრობლემებისა. და უკვე 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ნაციონალურმა მოძრაობამ დაკარგა 500,000 ამომრჩეველი. მე მგონი მარტო აი ამ რიცხვებზე რომ ვისაუბროთ, თქვენ
დარწმუნდებით, რომ ძალიან დიდი რესურსი აქვს ნაციონალურ მოძრაობას, რომ გაზარდოს მისი მხარდაჭერა, რასაც აკეთებს დღიდან დღემდე. 500.000 ამორჩეველი დაკარგა 2012 წლიდან 2013 წლამდე. ეხლა 2012 წელს მაგალითად მე არასოდეს არ დავიმალავს, თითქმის ძალიან დიდმა ნაწილმა ჩემს სოციალურ წრეში, ჩემს სამეზობლოში, ჩემს სამეგობროში, ჩემს ანათესაურში 50 შემოხაზა. ხა ოჯახის უახლოესი წევრები დაწყებული, გაგრძელებული მეგობრებით, ხო? დღეს მათი გაწყობა მე ხო ვიცი. მე ხო ვიცი და არ იქნებოდა მათი გაწყობა საპირისპირო და ივანიშვილის საწინააღმდეგო, რომ დაინახათ, რომ ივანიშვილი მართლა რაღაცას აკეთებს, მაგრამ ეხლა რა თქმა უნდა, ნაციონალურ მოძრაობას ვინმე სიამოვნეს, არ სიამოვნეს, სხვა საკითხი ამ დავაში არ შევედით. აქ ძალიან დიდი შანსი, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვოს ამ განახლებულმა ნაციონალურ მოძრაობამ, ამისათვის საჭიროა კარდაკასიარული. ეხლა საკუთარმა მამამ და საკუთარმა ოჯახის წევრებმა 2012 წელს მაშინ პოლიტიკაში არ ვიყავი მე და მახსოვს. ქართულ ოცნებას დაუჭირეს მხარი და ათასობით ასეთი ადამიანი არსებობდა 10,000-ობით ამ ქვეყანაში. ეხლა 6 დღე ვიყავი, დღეს ჩამოვედი დილით სამეგრელოში და იმერეთში. და აი ამ შეხვედრებზე ადამიანები რომ გამოდიან, აი გულახდილად, როდესაც საუბრობ, იქვე მეუბნებიან, რომ მე 2012 წელს და ქართულ ოცნებას დაუჭირე მხარი, მე ქართულ ოცნებას დაუჭირე 2012 წელს და კი ბატონო, იძა ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს ზრდის რესურსი. მე მგონი ხედავთ, რომ ჩვენ დღეის მდგომარეობაში ვართ. აი მოდით ვისაუბროთ ამ ამომრჩეველზე, რომელიც დაკარგეთ, ხომ? რომელზეც თქვენ ახლა გააკეთეთ აქცენტი. ვინც მაგალითად ქონდა ძალიან დიდი იმედი ქონდა, ამომრჩეველთა დიდ ნაწილს, რომ ივანიშვილი იქნებოდა ის ადამიანი, როგორცაც ასაღებდა საკუთარ თავს. მაგრამ სულ რაღაც ერთ წელიწადში მან ეს კეთილსახიერი ნიღაბი ჩამოიხსნა და აღმოჩნდა არაფერი ივანიშვილისგან არაფერი არ დარჩა. აი ბატონიკა, მოდით შეკითხვას გაგისვამ, თქვენ აქცენტს აკეთებთ ივანიშვილზე, ხომ? მაგრამ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სხვა პოლიტიკური ძალებიც არიან. ახლა ჩვენ ვნახეთ გამსხვილება, პოლიტიკური ბლოკის ჩამოყალიბება, ბურჭულაძე, გირჩი, ვაშაძე, ახლები შეიქმნა ახალი პოლიტიკური ბლოკი. ის ამომრჩეველი, რომელიც თქვენ დაკარგეთ, რომელიც შესაძლოა რაღაც საკითხებში ნაციონალურ მოძრაობას ეთანხმება, მაგრამ მაინც ორჭოფობს მისცეს თუ არა ხმა, მისთვის ეს გაერთიანება ვერ გახდება ალტერნატივა და თქვენი კონკურენტი. ნაციონალური, რა თქმა უნდა, ყველას უსურვებენ წარმატებას. ნებისმიერ პოლიტიკურ ორგანიზაციას, ეხლა ვიღაცას ნაკლებად, ვიღაცას მეტად და ვიღაცას ეხლა გულის სიღრმეში ნამდვილად ვერ უსურვებს წარმატებას, მაგრამ ეს არის პოლიტიკური ცხოვრება და ყველას აქვს შანსი იარსებოს და იმუშაოს ამ ქვეყანაში, მათ შორის პოლიტიკურ სივრცეში, ხო? მაგრამ ეხლა თუ კი ავიღებთ ჩვენ არჩევანს 8 ოქტომბრის არჩევნებზე გავაკეთებთ და დიდი ნაწილი მოსახლეობის უკვე მომწიფთ ამისათვის გააკეთებს, არა ვიღაცის ჯინაზე, ვიღაცის სასარგებლოდ, როგორც იყო 2012-ში, 2003-ში და მანამდე. არა, ძალიან ცივი გონებით გაკეთდება არჩევანი. ამაში დავწუნდი ახლა 6 დღით, როდესაც ვიყავი სამეგრელოს ძალიან ბევრ რაიონში და იმერეთის ძალიან ბევრ რაიონში. ამიტომ ვფიქრობ, რომ კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი და საქმის კეთება საჭირო და 8 ოქტომბრის არჩევნები კი არ არის ამოსავალი წერტილი, ვინ გაიმარჯვოს, ვინ მოიგებს. საით 9 ოქტომბრიდან ვინ როგორ გააკეთებს საქმეს. ჩემი დიდი პატივისცემის და მიუხედავად არ მინდა ახლა კონკრეტულად დავასახელო რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი. აი ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ამ ადამიანმა გაიმარჯვა, ამ ადამიანმა გაიმარჯვა 9 ოქტომბრიდან რა უნდა აკეთოს. ეხლა ასეთი ადამიანი ჩვენ ბიძინა ივანიშვილის სახით ვნახეთ, მოვიდა და ნუ რა გააკეთა რეალურად არათუ ვერაფერი ვერ გააკეთა, გადავჭეხა უსკულში და 8 ოქტომბერი ჩემის აზრით არის ის დღე, როდესაც ქვეყანა უნდა წაიწიოს წინ და ბატონიკა, აი მაინც მინდა მოვისმინოთ თქვენი მოსაზრება ამ ახალი გაერთიანების შესახებ. რას ფიქრობთ ამ გაერთიანებას? რა თქმა უნდა, ნაციონალური, მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ წარმატებას უსურვებ ყველას, მათ შორის იმ გაერთიანებას, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობთ, მაგრამ ვერ იქნებიან ისინი, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის კონკურენტები და რა თქმა უნდა, ნაციონალურ მოძრაობის კონკურენტები. მეტიც, ჩემის აზრით, ბიძინა ივანიშვილმა უკანასკნელი რაღაცა 2-3 კვირის განმავლობაში პოლიტიკური ძალიან დიდი გაკვეთილი ჩაუტარა ამ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც ახლა ბლოკად შეიკრა და კიდევ ერთხელ რას გულისხმობთ გაკვეთილში? საუბრობდით მეგობრები გუშინ ქუთაისში, რომ რა წენეხის ქვეშ გავიარეთ ამ 4 წლის განმავლობაში, დღიდან ჩემი ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში მოსვლისა ძალიან დიდ მაღალ ხარისხში იყო დაძაბულობა და პირდაპირ გვებრძოდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფები, ეხა რამდენი ადამიანი დაიჭირეს, ათასობით დაკითხეს, ძალიან დიდი წნეხი იყო 2013 წლიდან განსაკუთრებით და ხედავთ რომ ნაციონალური მოძრაობა განახდა, აღმოაჩნდა უნიკალური უნარი, რომ განახლებულიყო და ძალიან ბევრი ახალი ადამიანი იყო ჩვენ გუნდში და ხედავთ როგორ ვმუშაობთ და არც თაკილობთ იმას რომ ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები წარსულში და ამ ყველაფერზე ამორჩევლებს ვესაუბრებით. ამიტომ ეხა ბატონიკა, რას გულისხმობთ პოლიტიკურ გაკვეთილში, რომელიც ახსენეთ ივანიშვილის პოლიტიკურ გაკვეთილში? ნუ ჩემის აზრით ის რაც მოხდა ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში თავისით არ მომხდარა და ჩემის ღრმაწმენით არც ივანიშვილის ასე ვთქვათ უნიშნელო როლის გათვალისწინებით განხორციელდა იქ ანუ ბიძინა ივანიშვილს აძლევდა ხელს ის რომ ეს გაერთიანება შექმნილიყო? ნუ მისი ჩართულობის გარეშე მე დარწმუნებული ვარ, იქ პროცესები არ განვითარდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, იქ არიან ადამიანები, რომელსაც მე ვიცნობ და ჩემთვის არ არის ადვილი ადამიანის ასე ვთქვათ, ერთი ხელის მოსვლით განადგურება და თქვა, რომ ის შეკრულია ივანიშვილთან აშენაშენ. მაგრამ დარწმუნებული ვარ ამაში, როგორც ეხლა მე თქვენ გესაუბრებით. ამიტომ ერთადერთი ძალა, რომელსაც მართლა შეუძლია კრიზისის დაძლევას ამ ქვეყანაში დაამარცხოს ივანიშვილი. კრიზისის დაძლევა, უმუშევრობის დაძლევა, ეკონომიკის გაძლიერება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ასე შემდეგ აუცილებლად გასაკეთებელია, მაგრამ ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება, სანამ ივანიშვილი არ დამარცხდება. ივანიშვილი დამარცხდება 8 ოქტომბრის არჩევნებზე და გადავა ოპოზიციაში და მე რაც უნდა ის გააკეთოს. ბატონიკა, აი ამ კვლევებს თუ შევხედავთ, ერთია ეს კვლევის შედეგები, რომელზეც მე და თქვენ ვისაუბრეთ, სადაც ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის სხვაობა არის მცირე, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ პარლამენტი კომპლექტდება ორი სხვადასხვა მიმართულებით, ერთი პროპორციული და მეორე მაჟორიტარული. სწორედ მაჟორიტარულზე მინდა ახლა გკითხოთ, სადაც არის 50%-იანი ბარიერი, შესაძლოა ბევრგან იყოს მეორე ტური და კიდევ გასარკვევი იქნება სად როგორ ანაირად მოხდება. აი მაჟორიტარული ოლქები აძლევს თუ არა ხელისუფლებას საშუალებას, რომ სწორედ ის გამოვიდეს მაინც გამარჯვებული. პირდაპირ გეტყვით რა, პირდაპირ გასაგებად გეტყვით, აი გასაგებად. როგორც ნაციონალური მოძრაობა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე განსაკუთრებით ბოლოს, უკვე ვეღარ გაიმარჯვებდა არჩევნებში. დათელი იყო ხმაშ პოლიტიკაში არ ვიყავ ჩართული გვერდიდან უკვე შეუძლებელი იყო ნაციონალურ მოძრაობას არჩევნებში გამარჯვება მოეპოვებია ეროვნულ დონეზე მით უმეტეს და როგორც გაემარჯვებია ვერ შეირგებდა პარტია ნაციონალური მოძრაობა განწყობის წინააღმდეგ საყოველთაო განწყობის წინააღმდეგ ვერ წავიდოდა ხო ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა ვეღარ დარჩებოდა უკვე ბოლო პერიოდი ეხა ისე ვითარდებოდა რომ არ უნდოდა ხალხს პრაქტიკულად მაშინ და ქონდათ იმედი ივანიშვილის. აი ზუსტად ისე მოხდება 8 ოქტომბერს, ზუსტად იგივე სურათია დღეს. როგორც ნაციონალურ მოძრაობა ვერ გაიმარჯვებდა 2012 წლის 1 ოქტომბერს, ასევე ვერ გაიმარჯვებს ქართული ოცნება 8 ოქტომბერს. ეს არის 2x2 4. არ შეიძლება ეს ყველაფერი თქვენს, მეც, აი აქ ბატონები ხა შეხედან ვიდეოს ვეჩვენებოდეს ეს ყველაფერი და რაც არ უნდა 50%-იანი ბარიერი დაეწესებია და დააწესეს, იმიტომ რომ სხვა შანსი არ ქონდა და წინა შემთხვევაში პირველივე ტურში ძალიან ბევრი მაჟორიტარი ქართული ოცნება წააგებს, რა თქმა უნდა, მაშინ რა პროპორციული ასე ვთქვათ არჩევნებს, ანუ პროპორციულად, პროცენტულად 8 ოქტომბრის 8 საათზე საქართველოს მოსახლეობა შეიტყოს, რომ ქართული ოცნება დამარცხდა არჩევნებზე, თქვენ რა გონიათ, რომ მეორე ტურებში გადასული ქართული ოცნების კანდიდატები საერთოდ მათ ან ძალა ან უნარი შერჩებათ ბევრ მათგანს რომ კენჭი იყარო, აი როგორ ბატონიკა, ბოლო შეკითხვა მაქვს თქვენთან მაქვს ბოლო შეკითხვა. ასე დაემართება ქართულ ოცნებასაც. მე მინდა გკითხოთ ბოლო შეკითხვა. არა, ვინ არის დღეს ქართული ოცნება? აი ვინ არის დღეს ქართული ოცნება? აი ერთი ადამიანი შეგიძლიათ ვიტყვათ, აი პოზიციას ვერ აყალიბებენ. აი რაღაცა რო ხდება კრიზისთან მიახლოებული რაღაცა მდგომარეობა ვითარება იქნება, პოზიცია ვერ ყალიბდება მართველი ძალის მხრიდან. 5-6 ადამიანი არ არსებობს ხელისუფლებაში, ვინც დასხდება რგვალი მაგის გარშემო და იტყვის, აი ეს პრობლემაა, დიაგნოსტიკას უკეთებენ პრობლემას და მე საჯარო განცხადებას აკეთებენ.
არ არსებობს, ეხლა არ იმართება ქვეყანა სლოვაკის ხელმიდან 7 და 8 წლით, ვერავინ ვერ მიწევს. გასაგებია თქვენი აზრი, ბატონიკა, ბევრი დრო არ აქვს. აი მე მინდა გითხოთ სანდრა რულოვსთან დაკავშირებით, მის ფაქტორთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობა რა იმედებს უკავშირებს კონკრეტულად სანდრა რულოვს, რომელიც დადის როგორც მაჟორიტარების შეხვედრაზე, აკეთებს განცხადებებს, შეგიძლიათ გითხრათ ამ მიმართულებით ნაციონალური მოძრაობის იმედები რას აკეთებს? ჩვენ ერთად ვიყავით ძალიან საინტერესო ადამიანი ჩაერთო პოლიტიკაში, ადამიანი, რომელიც არის პოლიტიკურად თვითყოფადი. ეხლა ბევრს გონია, რომ იგი რახან არის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, თავიდან ბოლომდე დამოკიდებული იქნება მიხეილ სააკაშვილზე პოლიტიკურად. არავითარ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ, აი ამ ნაწილში, რასაც პოლიტიკა ქვია, მას შემდეგ რაც მან გადადგა ნაბიჯი, პოლიტიკაში იგი რა თქმა უნდა არ იქნება მიხეილ სააკაშვილის მეუღლე და ძალიან ძლიერი პოლიტიკური ფიგურა შემოემატა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. ამაში ვარ დარწმუნებული, ვინაიდან ძალიან კარგად ვიცნობ და რა თქმა უნდა სანდრა რულოვსი იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდის რაიონში, ეს ნიშნავს პრაქტიკულად გარანტირებულ გამარჯვებას და ამიტომაც იქ დაფაცუნდნენ მართლაც ჩემის აზრით ძალიან უხერხულად ქართული ოცნების წარმომადგენლები, ბიძინა ივანიშვილის ალბათ დავალებით, რომ გუშინ წინ წარდგენილი კანდიდატები დღეს ხედავთ, რომ იხსნებიან მაჟორიტარობის კანდიდატების პოზიციიდან. ეს არის ელემენტარულად ყველაფერს თავიდან ვუწევთ სირცხვილი. აღარ არის იმაზე საუბარი, ჩემო ახლა 46 დღე არჩევნებოდი დარჩენილი და საარჩევნო პროგრამა როგორც ასეთი არ არსებობს. ქართულ ოცნებას მართლ ძალას არ აქვს საარჩევნო პროგრამა, ანუ თქვენმა პროდიუსერმა, ოპერატორმა, როგორც ამორჩეველმა არ იცის ქართული ოცნება რას პირდება ამორჩევას და ვერც დაწერს ამ დაპირებას, იმიტომ რა უნდა თქვან, აი ვახო 2012 წელს რაიმე ბუნებაში თეორიულად შესაძლებელი დაპირებაც კი არ დატოვა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც არ გასცა მან და ეხლა ამ ხრივ საკმარისად ჭკვიანი ადამიანი აღმოჩნდა და ურჩევნია საერთოდ არ დაწეროს საარჩევნო მანიფესტო, ანუ პროგრამა, ვიდრე დაწეროს და იგივე ასე თქვათ, თქვას რაც 12-ში თქვა და ვერაფერი ვერ გააკეთა. მადლობა. ნიკა მელია იყო ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი, ახლა მოусმენთ უკვე ქართულ ოცნებას. დიმიტრი ხუნდაძე უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს. მოგესალმებით, ბატონ დიმიტრი. ბატონ დიმიტრი, გესმით?